სერიოზული ავარია გვაქვს წითელი დროშების ასწრაფოდ. სალამი, მე ვარ თაკო და დღეს ვიმყოფებით რუსთავის ავტოდრომზე, სადაც დაიწყო 2021 წლის წრიული რბოლის პირველი ეტაპი. შეგახსენებთ, რომ ბიტანიკა მხარს უჭერს სანდრო ქაჯაიას, რადგან გჯერა, რომ არსებობს გამარჯვების გზა. თუ რომელი პოზიციიდან დაიწყებს სანდრო რბოლას, ამაზე დრანგა ისაუბრებს. სალამი, როგორც ხედავთ, რუსთავში შესანიშნავი ამინდია. რაც შეეხება პოზიციებს და კვალიფიკაციებს, სანდრომ კარგი დრო დააფიქსირა და მაინც მეხუთე ადგილიდან იწყებს. ასევე ჩვენი თანაგუნდელი გიორგი ბეჟიტაშვილი იწყებს მეორე პოზიციიდან და ნახოთ როგორ იქნება რბოლა ასეთ ამინდში. განწყობა რა თქმა უნდა საბრძოლოა, ყოველთვის საბრძოლო გვაქვს. ჩვენთვის უჩვეულო პოზიციაზე ვართ კვალიფიკაციაზე. რაღაცა ჯერჯერობით გაურკვეველი პრობლემები გვაქვს და მე-6 ადგილიდან ვიწყებ დღევანდელ რბოლას. რა თქმა უნდა დღეს ჩემი რჩევა იყო რომ სანდრო ეცადოს რომ მაქსიმალურად მეტი ფულა აიღოს, იმიტომ რომ ჩემპიონატი ერთი რბოლით არ განისაზღვრება, წინ გრძელი გზა არის და დღეს თუ დამიჯერა, უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად ფულების აღებას, რომ ჩემპიონატის ჭრილში ძალიან არ ჩამოვიჭრეთ. ელდებოდა კონტაქტი, სამწუხაროდ კონტაქტი სერიოზული ავარია გვაქვს. საფრთხის მანქანა და წითელი დროშების ასწრაფოდ. როგორც კადრებში ვნახეთ, რამდენიმე მანქანა შეეჯახა ერთმანეთს, რის გამოც რბოლა შეწყდა და გამოცხადებულია წითელი დროშები. ამ ინციდენტზე კი დეტალურად დრანგა მოგვიყვება. ხო, ეგეთ რამე არ მახსოვს წრიულ ავტორბოლებში, რომ ამდენი მანქანა დალეწილიყო და გამოთიშული იყო პირველივე ეტაპიდან. რაც შეეხება ჩვენი გუნდელის მანქანებს, ვიზუალურად არაფერი არ ეთყობა და ორივე მანქანა გადარჩა. რაც შეეხება სანდრო ქაჯაიას მანქანას, ტექნიკურად ვამოწმეთ, რამდენად ყველაფერი მუშაობს და ჩემი აზრით გადავრჩით და გავაგრძელებთ რბოლას. როგორც კი გაანთავისუფლებენ მანქანებს ტრეკიდან. რბოლა რო დაიწყო, მეორე წრე იყო. რაღაც safety car-ი გამოვიდა, ზოგმა ვერ დაინახა, ისეთ მომენტი იყო, რომ საბოლოო ჯამში დამეჯახა ვიღაცა უკნიდან და მაგრამ გაფუჭდა მანქანა, ძლივს მე იქ დავქოქეთ, ძლივს მოვედით პიტლეინამდე, რაღაცეები უცებ სკოჩები გადავაკარით და გავაგრძელეთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, გეომეტრია მაინც მანქანის დაირღვა. ისეთ მართვადი აღარ იყო როგორც აქამდე, შესაბამისად ტემპიც დაბალი მქონა რბოლაზე და მაქსიმალურად ჩავძელი იყო მესამე პოზიცია. მიუხედავად ამისა, რავი, მაინც მიხარია რა თქმა უნდა. ეხლა მეორე რბოლაცაა, წინ საიდანაც 7 კაცი დარევერსდება, ანუ დავიწყებ მე-4 ადგილიდან. დავეცები რომ უფრო წინ და წინ წავიდე და იქნებ გამარჯვებას მოვეპოვო. შეგახსენებთ, რომ ბიტანიკა რეისინგის თანასპონსორი არის ვისორი და ახლა გავისაუბრეთ ვრიქალის წარმომადგენელს მარიამს. სალამი მარიამ. გამარჯობა. ძალიან კარგად. ჩვენიერი. გითხარით, რატომ გადაწყვეტეთ ამ გუნდის და კონკრეტულად სანდროს მხარდაჭერა? ჩვენ ზოგადად ვისოლი ყოველწლიურად აკვირდება ამომავალ ვარსკვლავებს, შესაბამისად სანდრო თავისი ასაკიდან გამომდინარე და იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც მან ბოლო 2 წელში აჩვენა, იყო ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი და გვიხარია, რომ სანდროც დაათანხმდა ჩვენ შემოთავაზებას და ჩვენ გუნდ შემოუერთდა. მოკლედ ესე დასრულდა მეგობრებო 2026 წლის წრიული რბოლის პირველი ეტაპი. ვიტყვი რომ წარმატებულად დასრულდა, იმიტომ რომ ჩვენ გუნდს 4 მედალი აქვს. ეს რბოლაც ისე დასრულდა როგორც პირველი რბოლა, სანდრო გავიდა მესამე ადგილზე, გიორგი კი მეორე ადგილას და ჩვენ შევხვდებით შემდეგ წრიულ რბოლაზე, რომელიც ჩატარდება 1 თვეში. აუცილებლად მოდით, ვიყურეთ და გულშემატკივრეთ. და არ დაგავიწყდეთ, რომ არსებობს გამარჯვების გზა.